ბელარუსის 21 წლამდელთა ნაკრები საშინაო მატჩებს გორში ჩაატარებს. ინფორმაცია სპორტული გამოცემა 90 წუთი ავრცელებს. იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსმა კრემლის მხარე დაიჭირა საერთაშორისო მატჩებს საკუთარ სტადიონებზე ვერ ატარებენ და ნეიტრალური მოედნების შერჩევა უწევთ. 90 წუთის ინფორმაციით ბელარუსი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე საშინაო მატჩების ჩატარების ლოკაციად რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის საქართველოსა და სომხეთს. შედარებით ნაკლები დანახარჯის გამო თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი შეარჩია, რომელიც არა გორის დილას, არამედ გორის მერიის მფლობელობაშია. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა მოქალაქეს ოქროს ნივთი მოპარა. გამოძიების მიხედვით ინსპექტორი ქურდობისას სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 35 წლის კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. უბედური შემთხვევა ბაღდადში, სოფელ როკიტში კაშხალზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფოიმერეთის ინფორმაციით კაცს ანკესით თევზაობისას დენმა დაარტყა. უმხდარზე დაწყებულია გამოძიება. გვიან ღამით უკრაინელებმა რუსეთში როსტოვის ოლქი კამიკაძე დრონებით დაბომბეს. მათ იერიში ნოვოჩერკასკის რკინიგზის სადგურზე მიიტანეს. ანტიკორუფციული ბიურო იმუშავებს, მაგრამ რუსული გავლენის გარეშე, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეო მიმართვაში. უკრაინის რადა 22 ივლისს მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებას ზღუდავს და მას გენერალურ პროკურატურას უქვემდებარებს.